2 წლის წინ გადავიღეთ ვიდეო, სახელწოდებით როგორ ჩავეჯვით ბათუმში. მეგონა მსგავსი ვიდეოს გადაღება აღარასდროს მომეწევდა, მაგრამ თქვენ ახლა ვიდეოს მეორე ეპიზოდს უყურებთ. ესკეპი მინდა. ამბავი დაიწყო ასე. ჩემი მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ Porsche Caymanზე მის მეგობარს სურდა ფერის შეცვლა. ამ ამბავს გრძელი ისტორია აქვს და ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ მოყოლას. ამბავი დაიწყო ასე. მოვიდა ჩვენთან Porsche Cayman, სტანდარტული თაგვისფერი და ვთხოვა გადაგვეკრა მისთვის Nardo Grey-ის მიახლოებული Battleship Grey ფირი. ამბავი დაიწყო ძალიან მარტივად. დავიწყეთ ჩვენ მანქანის გამზადება, გავამზადეთ იდეალურად, გავხსენეთ ფირი და დავიწყეთ გადაკვრა. გადაკრის პროცესი მიმდინარეობდა თითქმის უნაკლოდ. არც ერთი ხარვეზი არ გამოჩენილა და დასასრულს უკვე მშვენიერი შედეგი მივიღეთ. და ყველაფერი ამის მერე იწყება. თუ აქამდე არ იცოდით, ეხლა იცოდეთ, რომ ფირი, როდესაც გადაიკრება ავტომობილს, მას ერთი კვირა სჭირდება, რომ ფირი შეეჩვიოს კლიმატს, მოერგოს გარემოს და ერთი კვირის თავზე გაუკეთდეს კორექცია. ამიტომაც ამ მომენტისთვის ჩვენ ფირის გადაკრა რომ დავასრულეთ, მომხმარებელს გავატარეთ მანქანა, რათა ერთი კვირა მოეხმარა და შემდეგ კორექციაზე მოსულიყო. კორექციაზე სანამ ავტომობილი მოვიდოდა, ერთი კვირის განმავლობაში ამ პერიოდში მომდის შეტყობინება, სადაც ხედავ ფოტოებს და მომხმარებელი გვიგზავნის ავტომობილზე ყველა კუთხეში, ყველა ხაზზე ამძვრალ ფირის ფოტოებს. და მე ვხვდები, რომ ამ ამბავს კორექცია აღარ ეყოფა. და პირველი რაც გავიფიქრე, იყო ეს, არა ის, რომ მანქანას ფირი ხელახლა უნდა გადავაკრათ. არა. ამ მანქანის ცხვირი შეღებილია და შეღებილ დეტალს ფირს ვერ ააძრობ, იმიტომ რომ დაზიანდება. გამოდის, რომ მომხმარებელს გარდა იმისა, რომ ერთი კვირა ხელახლა უნდა გადაუკროთ ფირი და გველოდოს, სხვა პრობლემის წინაშე ვართ. ფირს რომ მოუწიოს შეცვლა, საღებავიც აძრება და ამ დეტალებს მოუწევს თავიდან შეღება. და თავიდან შეღება სჭირდება დრო, შემდეგ გაშრობა, პოლირება და ხელახლა ფირის გადაკვრა. იდეალურ შემთხვევაში ჩვენ 3 კვირიან ზარალს ვნახულობთ. მომხმარებელს მოუწევს 3 კვირა დაგველოდოს. და რის გამო? ეს ყველაფერი ერთად უნდა დავადგინოთ. შეტყობინების მოსვლის მომენტიდან პირველი 10 წამი ჩემი გონება მოუნდა გამამართლებელი მიზეზის ძებნას. კლიმატი, ყინვა, ტენიანობა, არასწორად მომზადებული ზედაპირი, უხარისხო საღებავი, უხარისხო ლაკი, ყველა ეს ჩამოთვლილი მიზეზი, რომელიც შეიმეძლო დამესახელებინა, კრიზისულ ფონზე მოვიდა და შემდეგ უკვე გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი მაინც ჩვენი პასუხისმგებლობა იყო. ამიტომაც მომხმარებელთან არ დავიწყეთ მიზეზის ძებნა და პირდაპირ დავიწყე ფიგრი, როგორ გამოგვესწორებინა ეს ზიანი მომხმარებელისთვის. მე უკვე ხვდები, რომ აქ 2 და 3 დღეში არ გამოსწორდება არაფერი და აუცილებელია ერთკვირიანი სამუშაო, რომ ფირი ხელახლა გადაეკრას. და ეს ერთკვირიანი სამუშაო საკმარის იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხსნილი დეტალიდან საღებავი არ აძრება, რომელიც ვიცი რომ აძრება. ამიტომაც ეს ერთი კვირაც არაა მართალი. რეალურად მე უკვე ვიცი, რომ მინიმუმ 3 კვირა დაგჭირდება ზიანის გამოსასწორებლად. და მაინც რა შეიძლება იყოს მიზეზი? პირველი რაც გამახსენდა, ეს არის დეგრიზინგი. გაუცხიმოვნება, აბიჟიროვკა არ იყოს სწორად გაკეთებული ავტომობილზე და გამოიწვია კუთხეებში ფირის აწევა. არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, თუმცა ეს გადამოწმებადი ფაქტია. მეორე, რაც შეიძლება რომ თავში აზრად მოგვიდეს, ეს არის უხარისხოდ შეღებილი ლაკი და საღებავი, მაგრამ სადაც ქარხნული საღებავი იყო, ფირი იქაც დაზიანდა. მესამე, ეს არის ადამიანური შეცდომა და მეოთხე არის კლიმატი. შესაძლებელია ამ 4 მიზეზიდან ერთ-ერთი ყოფილიყო და ესეთი შედეგი დადგებოდა. ან ყველაფერი ცოტა ცალ-ცალკე. მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია ვალდებულია, ჩვენ ამ მიზეზების კვლევას არ დავიწყებთ. ჩვენ ადამიანურ შეცდომას დავაბრალებთ ყველაფერს, ოღონდ არა იმისი, ვინც უშუალოდ ფირი გადააკრა. მისი ნაწილი, ჩემი ნაწილი როგორც კომპანიის მფლობელის და მენეჯერის ნაწილი როგორც ანგარიშვალდებული პირის, რომ მიექცია მანქანისთვის ყურადღება. და მაშინ, როცა ჩემმა გონებამ ფიქრი შეწყვიტა, როგორ გაემართლებინა თავი და მოემართა იმისკენ, რომ პრობლემა მოეგვარებინა, დაიწყო სხვანაირად მუშაობა. პირველ რიგში რაც გამახსენდა, იყო 2 ვარიანტი. პირველი, ეს აკეცილი კუთხეები ისევე შეგვეკეცა და დაგვეწებებინა და მეორე, მთლიანად შეგვეცვალა ფირი. პირველი ვარიანტი ძალიან მარტივია, ხოლო მეორე ვარიანტი ძალიან რთული. შრომატევადი, ზარალის მომტანი და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი ვარიანტი ვერ იქნებოდა ხარისხთან დაკავშირებული. იქნებოდა ძალიან ცუდი,
უფრო სწორედ იქნებოდა საშინელი. ამიტომაც ჩემმა გონება პირველივე წამებზე გამორიცხა პირველი ვარიანტი და გადაერთო მეორე ვარიანტის დაორგანიზებაზე. უდიდესი პრობლემა რაც არის ის, რომ მე ახლა მომხმარებელს უნდა შევატყობინო, რომ ერთი დღე რო ჭირდება კორექციას, მის მანქანას დასჭირდება ერთი კვირა, მაგრამ რეალურად ვიცი, რომ ერთი კვირაც არ ეყოფა, იმიტომ რომ საღებავი აღწრება და ამ ერთ კვირას კიდევ ორი კვირა დაემატება. მომხმარებელს ეჩქარება. ეს მანქანა თავისი ისტორიით არის, საკმაოდ სევდიანი ისტორიით არის, იმიტომ რომ მას წინაპირობა ჰქონდა, რომ ამ მომხმარებელს იგივე მანქანა მანამდე წყავდა, რომელიც დაეწვა. შემდეგ ახალი მანქანა იყიდა და ძველი არ გაარემონტა, იმიტომ რომ კარგი მანქანა სურდა. ელოდა ამერიკიდან 3 თვეს, ჩამოვიდა, შემდეგ ხელოსნებს ელოდათ, რომ დაზიანება გაესწორებინათ და შემდეგ ჩვენთან მოვიდა და გითხრა, მე არ მეჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს Porsche უკვე წლებია მე მგონი უნდა, მაინც გითხრა, რომ მას არ ეჩქარება, რადგან მას ხარისხი უფრო აინტერესებს, ვიდრე სიჩქარით გამოწვეული შეცდომები შეიძლება ჰქონდეს ავტომობილის ძარაზე. ამიტომაც დაგველოდებოდა. ეს იყო იმ მაშინ, როცა პირველად მოიყვანა მანქანა, ხოლო ეხლა მეორედ მოიყვანა და მეორედ უწევს ლოდინი. თანაც სამკვირიანი. რეალურად გონია, რომ ერთი დღით მოიყვანა ავტომობილი. და ამის გაანალიზება და მე რო შევატყობინო ეს ამბავი, არც ისე მარტივია. თან მე უნდა დავიცვა ბალანსი. მოხმარებელი არ უნდა დავუკმაყოფილო და არც უნდა მივცე იმის საშუალება, რომ დავუშვათ ტელეფონში ან პირადი შეხვედრისას ისეთი ფრაზები წარმოთქვას, რომელიც იქნება ჩვენთვის დამაზიანებელი ან პირადად შეურაცხყოფელი. მომიწევს გავიარო ბეწვის ხიდზე. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია Slepet.G. ითამაშეთ დედის ტყნამდე. თუ გსურთ აზარტულ თამაშებში მიიღოთ მონაწილეობა და აუცილებლად მოგინდებათ, რადგან თქვენ ქართველები ხართ და ჩვენს YouTube არხი გვაქვს და YouTube-ს აუცილებლად გემლი კომპანია უნდა აფინანსებდეს, თანხა შემოიტანეთ Slepet-ის დეპოზიტზე. ჩვენ გაორმაგებულ ფრისპინერს დაგერიცხავთ. ჩვენთან რივერი არასოდეს გაკიდით, იმიტომ რომ ჩარიცხვის მომენტში თქვენ უკვე დაღუპულები ხართ. ჩვენთან ტიერის მერე ყოველთვის შპილი მოდის, იმიტომ რომ ეშმაკს არასდროს ძინავს. იშოვეთ ფული, ჩარიცხეთ ჩვენთან. ისესხეთ თუ არ გექნება დაღუპეთ ყველა ადამიანი თქვენ გარშემო, შემდეგ უკვე სუიციდან ახლოსთან მიყვალთ, თუ გაბედაობა გეყოფა მეგობარო, თავსაც კი მოიკლავ, ხოლო თუ გაბედაობა არ გეკნება, არ გეყოფა ივლი პროჭივით. გექნება ყველასვალი, ვისაც კი იცნობ, ყველა ნათესავის, ყველა მეგობრის, ყველა ახლობლის და საბოლოო ჯამში დედაც მოგეტყდება. ითამაში ჩვენთან. მას შემდეგ რაც ამ პრობლემას მოვაგვარებ, მე მჭირდება გამოცდილების მქონე კადრი. სუპერ გამოცდილების მქონე კადრი, რომელსაც აქვს ნამუშევარი ვინილზე და ძალიან ბევრი. მოკლედ მე თორნიკე მჭირდება. თორნიკე ამ ეტაპისთვის დიტეილინგ გარაჟის თბილისის სერვისის უფროსია. და საბედნიეროდ სერვის უფროსი ის გახდა, იმიტომ რომ ჩვენ მას დავაკვირდით და რამდენიმე წლის განმავლობაში მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს უყურებთ. და არა იმიტომ რომ არის ჩემი ნათესავი, ან კარგად ლოკავდა უფროსის ტრაქს. ეს დიდი ბედნიერება, როცა კომპანიაში გაქვს ადამიანის იმედი და მე ვიცი, რომ თორნიკე ამას გამკეთებელია. მაგრამ თბილისის სერვისს ჭირდება უფროსი, იმიტომ რომ თორნიკეს აქ არ მოუწევს ერთი დღით ჩამოსვლა. მოუწევს რამდენიმე დღით ჩასვლა და თბილისის სერვისს ჩვენ უპატრონოდ ვერ დავტოვეთ. და საბედნიეროდ ასეთი ადამიანიც არსებობს. თორნიკეს გიორგი ჩაანაცვლებს. ზოგჯერ იმისათვის, რომ საქმე სწორად გაკეთდეს, ანუ მე კომპანიას სწორად მართო, მიწევს დახმარების თხოვნა. და ახლა მე უნდა ვთხოვო თორნიკეს, ჩამოვიდეს და დაგვეხმაროს. რა ვახარ თორნიკე? რა ვიცი, შენ? რა ვინილა? ნაშენ რა ხდება? ჩაჟოს მეორე ნაწილი გვაქვს? ოჰო, დაჟე ვიღებთ კიდევ. ვა, ნაშენ ეგრესო და საქმე. წავედით ბეჭარება. მოხვედი. შენ თუ ეხა ამ ვიდეოს უყურებ, იცი ალბათ ხო ჩვენი გაჭირვების შესახებ, რა დღეშიც ვარ. მეთეორის სიტყვით ეხა თორნიკეს გავასაუბროთ უსწავლო სამუშაო პროცესზე. თორნიკე, რას გვეტყვის საიმედოს გამოვა რამე? კი, რა თქმა უნდა გამოვა. გამოსული არაფერი.
ხო, ნუ გამოუსველი არაფერია, მაგრამ ცოტა დაღონებული ვარ და ნიჰილიზმში გადავარდი, იმიტომ რომ ასე არ უნდა გაგვწელვოდა და ასე არ უნდა დაგმართლოდა. მოკლედ, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი ამბავია. შენი აზრით დასკვნა რო გავაკეთოთ ესეთი, რას უნდა გამოიწვია მანქანაზე, როცა თითქმის ყველა დეტალზე ფირმა აწიათ? ალბათ იმან, რომ უმეტესად დამცავ-ფირებზე ვმუშაობთ და ფირის ტექნიკა ზოგადად ხელი რაღაცას რო ეჩვევა, დამცავ-ფირზე რომ ვმუშაობ ხშირად, ესეთი რომ იშვიათად მოდის, იმის ტექნიკისგან მიყავხარ ხელს მაინც ინსტინქტურად და არის რაღაცები, რაც გამოგვრჩა ამაზე. კაი. ოღონდ მე არ ვიცახი რომ არ გამოგვრჩა, ფაქტია რომ შეცდომა დავუშვით და არც თუ ისე პატარა, მაგრამ იცი რა მაინტერესებს, ის მანქანა ჩვენთან იდგა დაახლოებით 1 კვირა გადაკვრის პროცესში. 1 კვირის თავზე როცა გადაკვრა დავასრულეთ, აი პირველი დეტალი რომელიც გადავაკარეთ, ის ხო 1 კვირა გაჩერდა ჩვენთან. აი პირველმა დეტალმა დავუშვით რატო არ წამოწია თავი ამ 1-7 დღის განმავლობაში და რო წაიყვანეს მანქანა, მე რატო დაიწყო ერთიანად წამოწევა. და რამდენად არის ამასთან დაკავშირებული კლიმატი და ის დამთხეული ამ პერიოდში როცა მანქანა გაიყვანეს, იყო ძალიან ყინვები მოკლედ რა და მაინტერესებს ამ ყინვას აქ კავშირში თუ არ იქნებოდა კავშირში ესერად რომ გავკეთებია საქმე. კავშირში იქნებოდა მაინც, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც გადაკვრის მე უნდა ჩაუტარო მანქანას, მაგალითად სრულად გადაფენვა, კონკრეტულ განსაზღვრულ ტემპერატურაზე, განსაზღვრული დროით, რომ მსგავს რაღაცები არ მოხდეს. საბოლოო ჯამში შენი ძახი რომ ყველაფერი კარგად რო გავკეთებია, ყინვა ვერაფერს ვერ უზავდა. ნუ კაი, წინასწარი დასკვნებით, ჩვენ მაინც არ ვაღიარებთ, მაგრამ წინასწარი დასკვნებით მარტო ჩვენი ბრალია და არაფერს შუაში არ გამინდი. ნუ, რა ვქრათ, ხო არ ვიტირებთ, თორე გასაღიმებელი სიტუაცია ნამდვილად არ არის. კაი, გააგრძელე, შენ ხელს აღარ შეგშ. ის ვიდეო რო არის რაღაც ყველანაირ პოდკასტებში ხო გამოვიდა, ხა და ეს ტიპი რო ამბობს, რომ წვიმა არ არის შენი ბრალი, მაგრამ ქოლგარო არ გაქვს, ეგ არის შენი ბრალი. და ეგეთი რაღაცა გენიოსობა თქვით ახლა ჩვენს. ოკეი. მოკლედ აღარ შევშალოთ ხელი თორნიკეს, კადრებს დაგიტოვებთ, როგორ გადავაკრავთ და კიდე დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, ვიდეოს გაგრძელებებში. მანამდე გეტყვით, რომ ამ Porsche-ს Battleship Grey გადაიღრა Tecrapis ფირმის. ძალიან ლამაზია. თითქმის ისეთია, როგორიც ქარხნულები გამოდის ხოლმე. ყველა ამ პერიოდში ვინც ჩვენთან გარაჟში მოხვდა და არაერთი Porsche-ს ფლობელი მოხვდა, რატომღაც ეს დაემთხვა, რომ ბევრი Porsche გავაკეთეთ ამ პერიოდში, აგერ ხელმარჯვივ ჩემგან ახალი Cayenne-ის დგას, სადაც ფერიც თითქმის იგივეა, როგორც ჩვენი გადაკრული მანქანა. ხო და ყველა ესეთი ფერი სურდა და მომხმარებელმაც გადაწყვიტა, რომ ეს გაიკეთებია და დროში ოდნავ გაეწელა. საბოლოო ჯამში ყველაფერს რა თქმა უნდა კარგად დავამთავრებთ, რასაც მომხმარებელი წააგებს ეს იქნება დრო და რასაც მე წავაგებ ეს იქნება ფინანსები. გადაკვრისას შეცდომის დაშევის უფლება ნამდვილად აღარ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკეს ჩემზე დიდი გამოცდილება აქვს და ჩემ თავზე მეტად მე მას ვენდობი, მაინც თითოეულ მილიმეტრს ვთვლობ, რომ გადავამოწმო. აბა რას გვეტყვით? რიგში ვიღარ ჩამატია, ხო? ტყილა ვარ დიეტაზე, ესე იგი. რა უნდა გითხრათ, მოკლედ, გავდივართ ბოლოში, მარტო სარკიტა გვჭირდა და მე მანქანის მოპარიატკება. მოპარიატკება არ მეშლება, იმენა ჩემი საქმეა. გავაწიკწიკებ, გავალამაზებ. და საუბარია ფირი გადავაკარით.
ლამაზია, მშვენიერია, მაგრამ რას გვეტყვი ზეპასუხი მაინც თორნიკეს აქვს. თორნიკე, რას გვეტყვიება? გაძრება ფირი კიდე. არა. რატო არ გაძრება? რა შეცდომა დაუშვით? კიდე გაგვიმეორე თუ შეიძლება. სწორად გადავაკარი ყველაფერი, სწორად გადავჭიმი. ზედმოდი დატვირთვარ ვარსად ყოფილიყო, ყველგან გადაწილებულიყო გადაჭიმა. და პლუს გადავulit მანქანას და გადავფინავთ ყველაფერს, ანუ თავიდან გავაცხილებთ შესაბამის ტემპერატურაზე, შესაბამის პირობებში და ხვალისთვის უკვე მზად იქნება რა. ამა რაც ვიდეოში ვაქი არის ის. ის რო იცოდეს ახლა მე ნახეთ თქვენ წელში გავართა. არ გვითქვია და მე გადავაკარი სწორადო. არ გადავჭირდა რაღაცებს გვასწავლის და მე რა იქნებოდა ახლა ის რო მოისმინა. მოკლედ იმედია რომ მშვიდობით დამთავრდება ყველაფერი. იმიტომ რომ უკვე მშვიდობა და იმედია რომ გაიყვანეთ მე აღარ გაძრება ფერი დარწმუნება რომ აღარ გაძრება, იმიტომ რომ ყველანაირი სხარვეზი რომელიც მანამდე გქონდა, სხვათა შორის ვიდეოში არ მისაუბრია და ახლა გეტყვით, შესაძლებელია ამ ყველაფერსი ცოტა მცირეოდენი წვლილი ქონდეს ტემპერატურას გარაში, იმიტომ რომ როცა ეს მანქანა გადავაკარით, მაშინ გათბობა არ იყო დამონტაჟებული. ეხლა გათბობა გამონტაჟებულია, როგორც ხედავთ ბიჭები კურტკებით აღარ მუშაობენ და შესაბამისად ეს ფირი ძალიან სენსიტიურია ტემპერატურასთან დაკავშირებით, რაც უფრო ცივობით, უფრო საშინელი გადასაკრავი არის. ვერ ვიტყვი ხა რომ მაშინ ყინავდა და ყინვაში გადავაკარით, მაგრამ ნამდვილად ციოდა. შეიძლება აქაც იყო პრობლემა. ნაჩქარივად გაკეთებული საქმე არასდროს არ მოიტანს შედეგს. ნელ-ნელა, რაც ფინიშისკენ გავდივარ, მე ხვდები რომ ამ ამბის უმტკივნელოდ დამთავრება შეგვიძლია. თუ უმტკივნელობაში ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხოთ ის რომ მომხმარებელმა იზარალა 3 კვირა, ხოლო მე ფინანსურად ვიზარალე შევღებე მანქანა თავიდან და ხელახლა გადავაკარი მანქანას ფირი. ეს ყველაფერი არაფერია. თავარია ავტომობილის ვიზუალური მდგომარეობა იყოს უნაკლო და მე უკვე ვწმუნდები რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ძალიან ახლოს ვართ ფინიშთან. შეცდომები შეიძლება განმეორდეს, მაგრამ დამოკიდებულება აღარასდროს არ უნდა გამეორდეს ჩვენ კომპანიაში. ზოგადად, თუ ბიზნესს აკეთებ, რამე საქმეს აკეთებ და იძახი შეცდომა არ მოგვსვლია, მე უკვე ვიცი რომ იტყუები. ეს მე არ მისწავლია სადმე უნივერსიტეტში, ეს მე ჩემი გამოცდილებიდან მივიღე. ასე რომ არც ერთი გაპრაჭული კომპანიის არ მჯერა, რომელიც საკუთარ შეცდომებს არ აღიარებენ. ამიტომაც უყურებთ თქვენ ახლა ვიდეოს დასახელებით როგორ ჩავიჯვით ბათუმში მეორე ეპიზოდი. საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ ამ ყველაფერს მომხმარებლის კუთხიდან. მომხმარებელმა ნახა, რომ პირველ ჯერზე ჩვენ ფირი წესრიგს ვერ გადავაკარით, რეპუტაციული ზიანი მოგვადგა. მეორე მომხმარებელმა ნახა, რომ ვუთხარით, რომ ერთი დღე გვინდა კორექციისთვის, 3 კვირა დაგვჭირდა. მომხმარებელს მოუწია, რომ თავიდან შეიღება მანქანა, მართალია მე დავაფინანსე ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც თავიდან შეიღება მანქანა. მომხმარებელს მოუწია, რომ დალოდებოდა ფილს, რომელსაც ხელახლა იქნა გამოწერილი და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი 3 კვირიან ლოდინად დაუჭდა. ჩემი მხრიდან ფინანსური ზარალი, ჩემი მხრიდან თბილისის სერვის უფროსის აქ ჩამოყვანა და მივლინება, ესეც ფინანსური ზარალი და მეტი არაფერი. ეს ყველაფერი ნამდვილად შეცდომა არის. მაგრამ უფრო დიდი შეცდომა იქნება თუ მსგავსი შემთხვევები კიდევ დაგვემართება. მე პირდები ჩემ თავს და ჩემს მომხმარებელსაც, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა მინიმალურამდე იქნება დაყვანილი.
ვერ გპირდებით რომ შეცდომას არ დაუშვებთ, იმიტომ რომ გაჩერებას არ ვაპირებთ. შეცდომას არ უშვებს ის ვინც არ საქმიანობს. მე კიდე ძალიან დიდხანს ვაპირებ ჩემი საქმის კეთებას. 1 week later. აი მეგობრებო, გულმა მაინც არ მომითმინა და კორექციაზეც თორნიკე ჩამოვიყვანე 8 დღეა გასული იმის მერე რაც მანქანა მეორეჯერ გადავაკარით. მე ხა თორნიკეს ვთხოვოთ შემოვიდეს კაცი და ჩაგვაბაროს მანქანა, რა გაუკეთა კორექციაზე გვითხრას და რატო დაჭირდა კორექცია მოკლედ. გამარჯობა პირველ რიგში. კორექცია ზოგადად ბუნებრივი რაღაცაა, ფირის გადაკვრის მერე. მინიმალური ხარვეზები იყო, ბევრი განსაკუთრებული არაფერი არ იყო. სულ რაღაც 4 საათი დაგვჭირდა. შევასწორეთ თითქმის ყველა გადაკრული დეტალი ბამპერის გარდა. ბამპერის არ ქონდა არაფერი შესწორებელი, მაგის გარდა ყველაფერი შესწორდა, დაკორექტირდა და უკვე აღარ მოვა არაფერი. იმედია რომ იყო და გასაფუჭებელი იყო უკვე. თავი ეჩინა, გამოვასწორეთ და გავუშვით. მოკლედ რა გითხრათ, ისტორია თავიდან ბოლომდე იცით, არაფერი არ დაგვიმალია. შევხვდებით, იმედია ყველაზე ცოტა ესეთი ვიდეოებით, სადაც საქმე კარგად ვერ გავაკეთეთ, მაგრამ სამაგიეროდ კარგად გამოვასწორეთ. უდიდესი პლუსია ჩემი საქმეს როცა ვერ ვაკეთებ, იდეალურად ვასწორებ ხოლმე. წარმატებები თქვენს და ჩვენს. ეს იყო როგორ ჩავიჯვით ბათუმში მეორე ეპიზოდი და იმედია მესამე აღარ იქნება.